ღირსი პორფირი კავსოკალიველი. შევთხოვოთ უფალს ჩვენს ცხოვრებაში მისი ნება რომ აღსრულდეს. ჩვენი ლოცვები ჩვენივე უღირსების გამო არ შეისმინება. ღირსნი უნდა გავხდეთ რომ ვილოცოთ. უღირსნი კი იმიტომ ვართ რომ მუყვასი საკუთარი თავივით არ გვიყვარს. რას ამბობს თვითუფალი? უკეთუ შესწირვიდე შესაწირავს საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეხსენოს შენ ვითარმედ ძმაი შენი გულძვირ რაიმიარს შენთვის. დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას. მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი. ლოცვის დაწყებამდე შენდობას თხოვე ძმას და შეურიგდი მას ღირსეული რომ გახდე. ასე თუ არ მოიქცევი, მაშინ ღირსეულად ვერ ილოცებ, ხოლო უღირსი ვერაფერს ვერ აღასრულებ. ყველაფერს რომ მოაწესრიგებ და განემზადები, შემდეგ მიდი და შესაწირავი შესწირე. ღირსეული ის არის, ვისაც სურს და სწორია რომ ქრისტესი გახდეს, ვინც ღვთის ნებას მიენდობა. საკუთარი ნების არ ქონა ძვირფასი რამ არის, ეს ყველაფერია. მონას საკუთარი ნება არ გააჩნია. საკუთარი ნების მოკვეთა მხოლოდ ერთი უბრალო საშუალებით მიიღწევა, ქრისტეს სიყვარულით და მისი მცნებების შესრულების გზით. რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს რომელსა უყვარდე მე, ხოლო რომელსა უყვარდე მე, საყვარელიყოს მამისა ჩემისა მიერ და მეცა შევიყვარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი. ღვაწლი აუცილებელია. ჩვენ ბრძოლა გვიწევს სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელსა ამის საწუთოისათა. ჩვენ ბრძოლა გვიწევს მყვირალ ლომთან. არ შეიძლება დავუშვათ რომ ბრძოლაში ყოვლად ცბიერმა გაიმარჯვოს. ამისათვის საჭიროა ცრემლები, სინანული, ლოცვა, მოწყალება, შენდობა, რომელსაც თან ახლავს ქრისტესადმი მინდობა და არა მცირედ მორწმუნეობა. მხოლოდ ქრისტეს შეუძლია ჩვენი ხსნა დამთრგუნველი მარტოობისგან, ლოცვა, სინანული და მოწყალება. ფული თუ არ გაქვთ, ჭიქა წყალი მაინც მიაწოდეთ და იცოდეთ რომ რაც მეტად განიწმიდებით, მით მეტად შეისმინება თქვენი ლოცვები. ლოცვით ნუ ვაიძულებთ ღმერთს, ნუ შევთხოვთ უფალს სნეულებისა თუ სხვა მსგავსი რამისგან გამოხსნას და ნურც ჩვენი პრობლემების მოგვარებას. არამედ უფლისგან ძალა და გამძლეობა ვითხოვოთ, რათა ყოველივე დავითმინოთ და როგორი კრძალვითაც იგი გვიკაკუნებს ჩვენი სულის კარზე, ასევე კრძალვით შევთხოვოთ უფალს ჩვენი საჭიროებაც. უკეთუ უფალი არ გვპასუხობს, შეწყვიტოთ თხოვნა. თუ უფალი არ გვაძლევს იმას, რასაც ასე ძლიერ ვთხოვთ, მაშასადამე ამისათვის მას თავისი მიზეზი აქვს. ღმერთსაც აქვს თავისი საიდუმლოებები. თუ ღმერთის კეთილი გამგებლობის გვწამს და თუ გვწამს რომ მან მხოლომან უწყის ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაზე და რომ უფალი მარად კეთილმოსურნეა, რატომ არ უნდა ვენდოთ მას? მშვიდად და უბრალოდ ვილოცოთ ვნებისა და ძალდატანების გარეშე. ჩვენ ვუწყით რომ ღვთის წინაშე ყოველივე ცხადია და აშკარა, წარსული, აწმყო და მომავალი. როგორც პავლე მოციქული ამბობს, არა რაიარს დაბადებული, დაფარული წინაშე მისა. ჩვენ არ უნდა დავიჟინოთ, არ უნდა ავიჩემოთ სურვილი, რადგან ასეთ იძულებას ზიანი მოაქვს და არა სიკეთე. ჩვენი სურვილის ასრულებას ნუ ვესწრაფით, არამედ უფლის ნებას მივანდოთ იგი, რადგან რაც უფრო ვეშურებით რაიმეს, მით მეტად გშორდება იგი. მაშასადამე აუცილებელია მოთმინება, რწმენა და სიმშვიდე. თუ ჩვენ მას დავივიწყებთ, ღმერთი არასოდეს არ ივიწყებს. ხოლო თუ ჩვენი სურვილი ჩვენთვის სასარგებლოა, მაშინ უფალი მოგცემს მას, რაც საჭიროა და როცა საჭიროა.
ლოცვაში მხოლოდ ჩვენი სულის ხსნა უნდა ვითხოვოთ. განაუფალმა არ გვითხრა, ეძიებდით პირველად სასუფეველ საღმრთისასა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ. სრულიად იოლად უადვილესი გზით შეუძლია უფალს იმის მოცემა, რაც ჩვენ გვსურს. გულისხმაყავით საიდუმლო, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ გონებაში მცირედაც არ უნდა გქონდეს რაიმე კონკრეტულის თხოვნა. საიდუმლო მასშია, რომ უანგაროდ გსურდეს ქრისტესთან შეერთება და არ უნდა ვამბობდეთ მომეცი ეს ან ის. საკმარისია ვთქვათ, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. ღმერთს არ სჭირდება ჩვენი თქმა თუ რა გვჭირდება. მან ეს ყველაფერი ჩვენზე გაცილებით უკეთ იცის და თავის სიყვარულს გვიძღვნის. საქმე ის არის, რომ ამ სიყვარულს ლოცვით და მაცხოვრის მცნებების დაცვით ვუპასუხოთ. ღვთისნების აღსრულება უნდა ვითხოვოთ ჩვენთვის და მათთვის, ვიზეც ვლოცულობთ. ეს ყველაზე მეტად სასარგებლო და უსაფრთხოა ყოველი ჩვენგანისთვის. ქრისტე ყოველივეს უხვად მოგვანიჭებს, ხოლო სადაც თუნდაც მცირე ეგოიზმია, იქ არაფერი იქნება. ღმერთს მადლიერებით და უბრალო გულით უნდა მივიახლოთ. როდესაც ქრისტესთან სრული ნდობა გვაკავშირებს, მაშინ ბედნიერები და მხიარულები ვართ. სამოთხისეულ სიხარულში ვიმყოფებით, ეს საიდუმლოა. მაშინ ჩვენ მოციქულ პავლესთან ერთად ვღაღადებთ, რამე თუ ჩემდა ცხოვრებაი ქრისტე არს და სიკვდილი შესაძინელ. ხოლო ცხოველ არ ღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არ ჩემთანა ქრისტე. ეს ღმრთის სათნო უგუნურებაა და ყოველივე უბრალოდ და მშვიდობით იყოს. ღმერთს კრძალვით და უბრალოებით უნდა მივიახლოთ, როგორც სოლომონ ბრძენი ამბობს, უბრალოებაა საჭირო. შეიყვარეთ სიმართლემ საჯულთა ქვეყანისათა, ბრძნობდით უფლისათვის სახიერებათა შინა და სიწრფოებათა შინა გულისათა ჰპოვოთ იგი. რამე თუ ჰპოვებენ მას, რომელნი არა განსცდიან მას, ხოლო გამოეცხადების, რომელი არა ურწმუნო ექმნების მას. უბრალოება ეს არის წმიდა სიმდაბლე, ანუ ქრისტეზე სრული მინდობა. მთელი ჩვენი ცხოვრება ქრისტეს უნდა მივანდოთ. საღმრთო ლიტურგიაზე ვამბობთ, ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ. შენ შეგვედრებთ ყოველსა ცხოვრებასა ჩვენსა და სასოებასა მეუფეო, კაცთმოყვარეო და გხადით შენ და გევედრებით. ერთხელ ერთი მეუფე მოვიდა ჩემთან სასაუბროდ. ლოცვაზე ვსაუბრობდით, მე ვკითხე, რას ნიშნავს ლოცვა მადლითა და წრფელი გულითა. მან მიპასუხა, ანუ უბრალოებით. გესმის ეს შენ მეუფეო? მესმის, მიპასუხა მან. მე კი არ მესმის, ეს საიდუმლოა, იგი მხოლოდ საღვთო მადლით აღესრულება. დიახ და არც მე არ მესმის, მითხრა მან. გმადლობ რომ მითხარი, უბრალოება მხოლოდ საღმრთო მადლით რომ მიიღწევა. სულიერ ცხოვრებაშიც ასე იღვაწეთ, უბრალოებით, მსუბუქად, ძალდაუტანებლად. უბრალოება და სულის სიმშვიდე ეს ყველაზე წმინდა საშუალებაა სულიერ ცხოვრებაში, მაგრამ გარეგნულად მისი სწავლა შეუძლებელია. აუცილებელია, რომ იგი საიდუმლოდ და შეუმჩნევლად შემოვიდეს შენში, ისე რომ ღვთის მადლით აღივსოს შენი სული. მაგრამ ხშირად, როდესაც ჩვენ ამის მიღწევა გვინდა, ამის შესახებ ბოროტი სული იგებს და დაბრკოლებებს გვიქმნის. აღასრულეთ უფლის სიტყვები, ნუ სცნობ მარცხენე შენი, რასა იქმოდეს მარჯვენე შენი. როცა შენი სათნოებები გწყურია და მადლს ესწრაფვი, როცა აიძულებ უფალს, მაშინ არაფერი არ მოდის. არამედ მოვიდეს უფალი იგი მონისა მის, დღესა რომელსა არა მოელოდის და ჟამსა რომელი არა უწყოდის. ამაშია საიდუმლო, რომელიც არ შემიძლია რომ აგიხსნათ.
როდესაც საღმრთო მადლს დაკარგავთ, ნურაფერს ნუ მოიმოქმედებთ, უბრალოდ და მშვიდად განაგრძეთ ცხოვრება და ღვაწლი, სანამ კვლავ გეწვევათ ღვთის სიყვარული და მოშურნეობა და უფალ იესო ქრისტეს წყურვილი. მაშინ ყველაფერი კეთილად წარემართება. მაშინ მადლით აღივსებით და განიხარებთ. მსახურებები ეს მთელი საიდუმლოა. სრულად მიუძღვენით თავი მსახურებებს, ჩაუღრმავდით მათ და მადლი უფლისა საიდუმლოდ განგაბრწყინვებთ.